Այս რაც შეეხებოდა ჩვენ სიუჟეტს, დიდი მადლობა ახალბატონ ნატო ბერულავა ზუგდიდიდან მოწოდებული მასალისათვის. Სხვა შეხვედრები საკმაოდ საინტერესო გამოდგა, სხვა მატჩებიც. ბოლო წუთზე დიდი ხნის წაგებული არ ქონდა ქუთაისის ტორპედოს და მხოლოდ ბოლო წუთზე დამარცხდნენ ჩიხურასთან ანგარიშით 1-2 საბოლოოდ ბათუმის დინამომ მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ლანჩხუთის გურიასთან, თუმცა ამჯერად უკვე თუ ბათუმელებს ჰქონდათ აქამდე საჯებთან პრეტენზიები, ლანჩხუთელებმა გამოხატეს პრეტენზიები საჯის მიმართ, მათი პოზიციაც გასაგებია, ვისაც ჰქონდა ამ მატჩის ხივის საშუალება, ბევრმა ლანჩხუთელთა პრეტენზიები სამართლიანად მიიჩნია. თუმცა ჩვენ არ ჰქონდა სიუჟეტი და აქედან გამომდინარე ამაზე არ ვისაუბრებთ. ზესტაფონი ცალკე არის გამოყოფილი, როგორც მოგეხსენებათ, ყველა გუნდთან 0-3 წაგება ჩაეწობა ზესტაფონს, მისთანაც ექნება თამაში, რაც შეეხება სათამაშო მდგომარეობას, დილა პირველ ადგილზეა და საკმაოდ კარგი კალენდარია გორელებს იმისათვის, რომ ეს პირველი ადგილი შეინარჩუნონ, ამაზე უფრო დეტალურად ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. და სანამ სტუმრებთან ერთად დავიწყებდი საუბარს, მინდა ყველას უთხრა, რომ გარდაიცვალა შალვა კაკაბაძე, ფეხბურთის გულშემატკივართათვის ალბათ ძალიან კარგად ნაცნობი პიროვნება, მის სახელთან ასოცირდება ლანჩხუთის გურიას ყველა წარმატება ფაქტიურად. მან გურიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეუცვლელად 23 წელი იმუშავა და მის ხელმძღვანელობით არაერთი ფეხბურთელია დაწინაურებული და საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა შემდგომ. ახლა კი რაც შეეხება ჩვენი გადაცემის შემდგომ ნაწილს, სტუმრებთან ერთად, როგორც უკვე ვთქვი, წარმოგიდგენთ ვანო ხორგუაშვილი და ასევე ჩვენთან ერთად არის გიორგი ტუღუში, დილას დირექტორი და სპორტული დირექტორი ჩვენთან ერთად არიან. ალბათ გასაგებიც არის, გორიზილა პირველ ადგილზეა, გუნდი საკმაოდ დამაჯერებლად ლიდერობს და ჩვენი ინტერესიც ამ კლუბის მიმართ სავსებით ნათელია. უჩა სოსიაშვილიც უნდა ყოფილიყო გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩვენთან ერთად, თუმცა საპატიო მიზეზის გამო ის დღეს ჩვენთან ერთად არ არის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოგზაურობისათვის. გილოცავთ ამ ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშს, თუმცა მოლოცვამდე ჯერ ადრეა ალბათ, რადგანაც მაინც არის დარჩენილი დრო და ყველაფერი ხდება ფეხბურთში, მით უმეტეს საქართველოს ჩემპიონატში. ვანო, მოდი მინდა დავიწყო ამ თამაშზეც ვისაუბროთ აუცილებლად ორი დღის წინ ჩატარებულ მატჩზე. თუ ელოდით სეზონის წინ აი ესეთ წარმატებას და რას გეგმავდა კონკრეტულად გუნდი, რა იყო დასახული მიზნად? მოგესალმებით, მე ვისალმები თქვენს მაყურებლებს. თავიდან ეხლა არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა ეხლა ჩემპიონობისთვის მქონდა დაგეგმილი ჩემპიონობა და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდოდა კარგად წამორჩენილიყავით და კაი ფეხბურთი გვეთამაშა, ახალგაზრდა მწვრთნელი, ძალიან პერსპექტიული და მისი თაოსნობით ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ავიყვანეთ და დროთა განმავლობაში მოუმატეთ და აგერ მივედით იქამდე, რომ ფაქტია. მივედით იქამდე, რომ უკვე ჩემპიონობაზე პრეტენზიას ვაცხადებთ. და ნახოთ, ეხლა ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ ვერ იტყვი რა მოხდება, როგორ იქნება. ჩვენ ეხლა დარჩენილი გვაქვს 5 ტური, ეს 5 ტური ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ წარმატებით მივიდეთ და გავიდეთ ბოლომდე. გიორგი, ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი ყავთ უმაღლეს ლიგაში და ალბათ ეხა ბევრი ფიქრობდა, რომ ერთგვარი რისკიც იყო ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელის დანიშვნა, მაგრამ როგორც ვანომაც აღნიშნა, ფაქტის სახეზეა, გუნდი იგებს და გუნდი წარმატებით თამაშობს. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. გეთანხმებით, ნამდვილად 26 წლის მთავარი მწვრთნელი ყავს. სერიოზული პოტენციალის მქონე ადამიანია, ძლიერი პიროვნებაა, ძალიან გვიხარია, რომ ესეთი მთავარი მწვრთნელი ყავს. გუნდი კარგად უჭირავს, გუნდ შედეგიდანაც გამომდინარე ჩანს, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და ჩვენ ამ კაცის გვეიმედება და ყველანაირად სპორტული მხარე, ორგანიზაციული მხარე მის გვერდით ვდგევართ და მისი თაოსნობით ვცდილობთ, რომ ჩვენ გუნდს არაფერი არ მოვაკლოთ. თან იყო აი იგივე თუ გავიხსენებდით პირველ წრეს, იქ ტექნიკური წაგება ჩაგეთვალათ ერთ-ერთი მატჩის დროს და მაინც ბევრი ფიქრობდა, რომ რეალურად ხო, როდესაც სეზონი დაიწყო ფავორიტებად, დინამოშიც ბევრი რამ შეიცვალა, სამტრედიაშიც, იქ იყო სხვა გუნდები. არ ვიცი, ხა იგივე ჩიხურაც
თავისუფლად შეიძლებოდა ფავორიტთა შორის გვეხსენებინა საკმაოდ კარგი პერიოდი გამოიარა გუნდმა ევროთასებზე. გამოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დილა და ბათუმის დინამო, ორი გუნდი, რომელიც პირველ-მეორე ადგილზეა და რეალურად აი თქვენ ვის მიიჩნევთ ახლა კონკურენტად და მაინც ფიქრობდით, ხო, ვინ იყო თქვენი აზრით ჩემპიონატის წინ და პირველ წრის სრულობისას ფავორიტი? ფავორიტი იყო რასაკვირველია თბილისის დინამო. ყოველთვის ფავორიტია და ესე ვთვლიდით ჩვენ ყოველთვის. რასაკვირველია დინამო ბათუმიც საკმაოდ კარგი გუნდი იყო, ჩვენ ერთად მოვემზადეთ ანტალიაში და მე რამდენიმე თამაში ვნახე, ძალიან მომეწონა, იგივე სამტრედია. თან ყველა თამაში ესწრებოდი და ძალიან მომწონდა და საკმაოდ სერიოზული პრეტენდენტები იყვნენ და ეხლაც მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კონკურენტი იგივე როგორც თბილისის დინამო, იგივე ბათუმის დინამო. სამივე შეგვიძლია რომ ჩემპიონები გავხდეთ. ხო, მაგრამ ეხლა ბევრი აღნიშნავს სპეციალისტები, რომ თქვენი კალენდარი უფრო მისაღებია, რადგანაც აი ამ ორ უშუალო კონკურენტთან უკვე ნათამაშები გაქვთ და გაქვთ სამგულიანი ჰანდიკაპი. ეთანხმებით? და ბათუმი და დინამო ერთმანეთში თამაშობენ, ესეც რა შედეგიც არ უნდა დასრულდეს რაღაც მომენტში თქვენთვის. ფეხბურთი ისეთი რამეა, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ არაფერს არ ვაკლებთ იმას, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიოთ, რა ვიცი. თითოეულ თამაშს ჩვენ უყურებთ როგორც ფინალს, თითოეული თამაში დარჩა 5 ტური მოგეხსენებათ და 5-ვე ტური არის ჩვენთვის ფინალის ტოლფასი. ყოველა დღეს, ყოველივე წუთს ჩვენ მცდელობას არ ვაკლებთ, რომ ეს მიზანი, რომელიც ახლა გამოიკვეთა უკვე, გვინდა რომ ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენ ამის გვჭერა და ტრიბუნაზეც მოემატა ხალხი. დიახ, მოგახსენებთ თქვენ აღნიშნეთ ქობულეთის თამაში, მოგეხსენებათ ჩვენ 3-0 წავაგეთ პირველ წრეში ქობულეთთან, ტექნიკური წაგება ჩაგვეთვალა, ჩვენ ძალიან მობილიზებულები ვიყავით ამ თამაშზე, ორგანიზაციულად, უსაფრთხოების ზომები იყო ძალიან გათვალისწინებული განსაკუთრებით ამ თამაშზე და ესე იქნება დარჩენილ ორ ტურში, რომელიცაც ჩვენ გორში ჩავატარებთ. 3 დასულა დაგვჭირა 2 სახლში. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აი ბოლო პერიოდში ამაზე ძალიან ბევრი თქვა, იგივე ბათუმის დინამოს პრეტენზიები, იგივე სხვადასხვა ისიც ქობულეთში მოხდა, მაგრამ აქ ახლა არ აქვს ამას მნიშვნელობა, სად მოხდა, ყველგან უნდა იყოს დაცული, ეს გასაგებია, ემოციური ხალხია, მწვრთნელები, ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მაგრამ მაინც ცოტა თავშეკავება, მიუხედავად იმისა, რომ საჯებზეც არის, რა თქმა უნდა, ბევრი პრეტენზია და არც თუ უსაფუძვლო ხშირ შემთხვევაში, ხო, გასაგებია. მე რა მინდა კითხოთ, აი ესე წარმატებების ფონზე გასაგებია, რომ მუნიციპალური გუნდია, არ არის კერძო კლუბი გორის დილა და რამდენად აქვს ქალაქის იგივე რეგიონის მხარდაჭერა, როდესაც პირველ ადგილზე ყველას უხარია თავის ქალაქის გუნდი. მე მოგახსენებთ, ჩვენ სულ რამოდენიმე ტური რაც პირველ ადგილზე გადავიდით, მაგრამ მანამდეც ქალაქის მერიას, ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება ძალიან დიდ ყურადღებას ვუზნობდით მათ მიმართ. მე მინდა თქვენი ერთ-ერთი მადლობა გადაუხადო სამხარეო უჩვენი მხარის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს, ჩვენს მერს ზურაბ ჯირკველიშვილს, რომლებიც თითქმის ყველაზე თამაშზე დადიან და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვგრძნობთ მათი მხრიდან. ქობულეთის თამაშის წინ ჩვენთან მოვიდა მთელი მერია, მერის მეთაურობით და შეხვდა გუნდს, გადასცეს ისტორიული წიგნი გორის შესახებ და ეს კეთილი ჟესტი იყო მათი მხრიდან და ყველანაირი ფსიქოლოგიური, ფინანსური ძალიან დიდი მხარდაჭერას ვუზობთ. ხო, ამ მხრივ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიგია, გარეთ არ გამოსვლა რამე პრობლემებია გუნდში, თუნდაც ფინანსები. პირიქით, მე ესეთი დახმარება, ეხლა წლებია გუნდში ვართ მე და გიორგიც და ესეთი მიდგომა, აი ყველა ასპექტში, ყველანაირად გვერდში გვიდგანან და მე ვფიქრობ, რომ ჩვენც ყველა ვართ ერთიანები, მერია, გულშემატკივარი, გუნდი და აი ამ ერთიანობამ ყველაფერმა ერთად მოიტანა ეს შედეგი ჩემი აზრით. ზამთარში გუნდში მოვიდა 2 ლეგიონერი. ესეც ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული, რადგანაც ხა მოდი პირდაპირ თქვა საქართველოში არ ჩამოდიან იმ დონის ლეგიონერები, რომ რაღაცა განსაკუთრებული ვნახოთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორივე ლეგიონერი მოერგო გუნდს და კარგათაც თამაშობენ. კი, ძალიან კმაყოფილები ვართ. მე ვფიქრობ, ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, რაც კი მათ მიეცათ შესაძლებლობა ყველა თამაშზე ნორმალურად გამოვიდნენ. თითქოს არ იყო ეს პოზიციები გასაძლიერებელი, ხო? ახლა მარცხენა მცველი და ცენტრალური მცველი გუნდში გამოსტილი ფეხბურთელები იყვნენ და კარგად კონკურენცია გაიზარდა. კონკურენციის ხარჯზე იყო ეს ყველაფერი და ამ კონკურენციამ შედეგიც დადო.
თუ აპირებთ მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას თუ რა კონტრაქტები აქვს? ეს უკვე მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა, სეზონი დამთავრდება, დავსხდებით და მთავარი მწვრთნელი, რასაც გვეტყვის, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომელ ფეხბურთელსაც გვეტყვის, დავტოვებთ. გაძლიერება გვჭირდება ნამდვილად. გაძლიერება ყველა გვჭირდება. შევკავებთ ამაზე. გეთახმებით. განსაკუთრებით ჩვენ ახლა თუ ხო, ეხლა თუ ალბათ ამ შემთხვევაში ცოტა უადგილოც არის, რადგან თუ გადავხედავთ წყილს, ხო? არც ძალიან უნდა მოინდომოთ ჭყალებში ეს სიტყვა რომ გამოხვიდეთ იმ ზონიდან, რაც ევროტურნირების საგზურს იძლევა. ხო, ასეთი რამ ცოტა წარმოუდგენელიც ჩანს და თუ არის უკვე რაღაცა მონახაზი დაგეგმილი იგივე გაძლიერების, იგივე შეკრების, იგივე არ ვიცი რა ასაპირებთ. მაგაზე ვმუშაობთ, აუცილებლად გავძლიერდებით. აქ დამოკიდებული იქნება ჩვენ რომელ ადგილს დავიკავებთ და აქედან გამომდინარე, ამაზე უკვე მიდის მუშაობა, იგივე შეკრებაზე დაიწყება სეზონი, ხო? კი, იგივე შეკრებაზე, იგივე ფეხბურთელების დამატებაზე აუცილებლად გავძლიერდებით და ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა რომ ფინანსური მხარდაჭერა თუ არის ამისი. რასაკვირველია იქნება, ჩემი აზრით, აუცილებლად იქნება. აქამდე ყველაფერი კარგად იყო და ახლა ამ ხელა შედეგს თუ ვაჩვენებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ გოჩი დაგვიდგება. ხო, გორისთვის ჩემპიონობა მე მგონი პატარა საქმე ნამდვილად არ არის. გორში ბევრია ძიუდოისტები, მოჭიდავეები, ჩემპიონები, სხვადასხვა მოკრივეები და ასე შემდეგ, მაგრამ ფეხბურთის გუნდი ჯერ ჩემპიონი არ ყოფილა. აი ხა უბრალოდ მე წინასწარ არ მინდა რომ უკვე ესეთი რაღაც ამ თემაზე მე ვფიქრობ რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, კიდევ ვიმეორე ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამიტომ წინასწარ ლაპარაკი ჯერ ადრე. გვექნება ალბათ მაგის საშუალებაც რომ მოგილოცოთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფერს ვეცდებით რომ ჩვენ ეს შედეგი დავდოთ. ისტორიული შედეგი. სხვა გუნდები ნუ გვიწყერო, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე ვიძახით, რადგანაც პირველ ადგილზე სწორედ გორია, შემდეგ ბათუმის დინამო, თბილისის დინამო და ეს ფულათა სხვაობა და დარჩენილი კალენდარი და ზოგადი სიტუაცია ალბათ ამის თქმის რაღაცა პატარა საშუალებას მაინც გვაძლევს. და კიდევ ერთი გასაგებია ევროთასები მოახლოვდება და სტადიონი. სტადიონი ნაწილობრივ გარემონტდა, ის ერთი ტრიბუნა კარგად არის გაკეთებული არის, მაგრამ იყო ის პროექტი რომ თლიანად უნდა შეკრულიყო სტადიონი, მოდი ესე ვიტყვი. დღესდღეობით რა სიტუაციაა, რამდენადაც ვიცით უკვე იგეგმება და როდის დაიწყება ეს მშენებლობები და როდის გაკეთდება ის სტადიონი. ბატონ გიორგის შეხვდნენ და ჩამოსულები იყვნენ. ნამდვილად მე ლიცენზირების კრიტერიუმებიდან გამომდინარე მოგეხსენებათ რომ სტადიონს შეიძლება მიენიჭოს რამოდენიმე კატეგორია. ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ლიცენზირების კომიტეტს მივწერეთ რომ ჩამოვიდეს UEFA-ს ექსპერტი, რომელიც უფლებას მოგვწევს პირველ ან მეორე საკვალიფიკაციო ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის თუ UEFA-ს ევროპის ლიგის მატჩი რომ გავმართოთ ჩვენს ქალაქში. იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის სტადიონი გამოცდილია, იცით რომ 21 წლამდელები იყო 17 წლამდელი ოფიციალურიც და ამხანაგური თამაშებიც უკვე საერთაშორისო დონეზე ჩატარებული. რადგან იმ თამაშს ჩატარება შეიძლება რაღაც დონემდე, რაღაც ეტაპამდე ალბათ უეფა მოგვაძლევს. დიახ, იმის საბაბს რომ ჩვენ შევძულოთ ყოველთვის კარგია, ყოველთვის ჯობია საკუთარ მოედანს, საკუთარ ქალაქში, საკუთარ შემოქმედებით. ყველა თამაშზე, ახლა ბოლოს ხობულეთთან მქონდა, ძალიან ცუდი ამინდი იყო და თითქმის სავსე იყო. დიახ, სტადიონი და წარმოიდგინეთ ახლა რომ გორში ჩატარდეს და რამხელა აჟიოტაჟი იქნება და რამხელა სიხარული ჩვენ. ხო, უბრალოდ აი 2017 წლის 19 წლამდე ჩემპიონატისათვის სტადიონი უნდა გაკეთდეს, ერთ-ერთი სტადიონი გორის. ერთ-ერთი კარგი სტადიონი. ჩამოსულები იყვნენ, სხვათა შორის მე ვიცი ფედერაციიდან გამოგზავნეს გადაიღეს სურათები ჩვენი სტადიონის გეგმა მივეცით და მე როგორც ვიცი აპირებენ განათების გაკეთებას, აპირებენ ტრიბუნის ერთი მხარე იცით რომ არ არის და იმ ტრიბუნის ტაბლო იცვლება და ასე შემდეგ და მგონი 2017 წელს ერთი ლამაზი სტადიონი იქნება კიდე. ხო, ისე როგორც ხედავ და რუსთავი პლუს ამ ყველაფერს ეს კარგია, რადგანაც სტადიონები გაკეთდება და ყოველთვის კარგი იქნება, ეს არანაირი პრობლემა არ არის. ხალხიც უფრო ბევრი მოვა და საღამოობით იქნება უფრო თამაში განათება. ეს ძალიან კარგიც არის მუდმივი პრობლემაა ჩვენი თან მით უმეტეს რადგანაც შესაძაც იგეგმება იგივე რეპორტაჟები, ცოტა რთულია ხოლმე ამ ყველაფრის გაკეთება სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მომდევნო თამაში გაქვს რუსთავში მეტალურგთან, ხა გამომდინარე რუსთავის მდგომარეობიდან როგორ ემზადება ჩვენ ნებისმიერ მეტოქეს რა ეს თავარი მწვრთნელის მოწოდებაც არის აგერ სპორტული დირექტორის, სპორტული მხარის, ასევე
ეს ორგანიზაციული მხარე არის მაქსიმალურად ჩართული, რომ თითოეულ წეღანაც აღნიშნე, რომ თითოეულ თამაშს ჩვენთვის არის ფინალის ტოლფასი. ასე რომ ჩვენ რუსთავს ვეთამაშებით თუ დიდი ის არა აქვს, ყველა თამაშზე ჩვენ ვართ მაქსიმალურად კონცენტრირებულები და სრული პასუხისმგებლობით ვიძახით, რომ ჩვენთვის იოლი მეტაკი არ არის. იმიტომ რომ გორზილას წინააღმდეგ ვინც გამოდის, სხვა мотиваცია აქვს და ხო, მეტალში ახალგაზრდა ბიჭები თამაშობენ, мотиваცია აქვს, მაგრამ თუ გადავხედავთ, რომ ბათუმის დინამო სტუმრად ჩადის საჩხერეში ჩიხურასთან სათამაშოდ და დინამო ტორპედო არის, ხა თქვენი თამაში ცოტა იოლი ჩანს. ცოტა ისეთი თამაში ის ცხრილში ისეა, რომ მაგასაც ჭირდება მოგება. ერთი მოგება აუცილებლად ჭირდება მინიმუმ. ხო და ეგენიც იბრძოლებენ ბოლომდე, როგორც მე ვიცი და ფეხბურთია, ყველას უნდა უსურვოთ წარმატება თქვენს მათ შორის და ყველა გუნდს აქვს სულ ერთია, ალბათ 16-ვე გუნდი, რაც უკეთესი იქნება და ზოგადად ქართული ფეხბურთისათვის იქნება. კარგი, დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მოგზაურობისათვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, გიორგი ტუღუში და ვან ხორგუაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე გეტყვით, რომ ხვალ უკვე გაირკვევა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალისტები, ცხინვალი დინამო, ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება, ისევე როგორც სანტრედია ჩიხურა. მართალია პირველი შეხვედრები დინამოს მოგებული აქვს და სანტრედიას, მაგრამ ბრძოლა ორივე შეხვედრაში იქნება და ნახოთ, ვინ გავა 26 მაისის თასის ფინალში და ვინ იბრძოლებს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის.